გამარჯობა ანა, დიდი მადლობა რომ დავთავრდით ინტერვიუზე. პირველი კითხვა იქნება ასეთი. 2012 წლის ივლისში გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ 77,000 ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეს სიღარიბეში. თქვენი აზრით, რამდენად ეფექტურია სოციალური მექანიზმები, რომელიც არსებობს, რა მექანიზმები არსებობს და თუ არ არის ეფექტური, რა შეიძლება რომ შეიცვალოს სიღარიბის დასაცავად? თვითონ ის ობიექტური მონაცემია ფაქტი, რომ 70,000 ბავშვი არის უბედური სიღარიბის ხარზე და 200,000 მეტი არის ფარდობითი სიღარიბის ხარზე, ეს უკვე მიუთითებს, რომ არსებული სოციალური დახმარების სისტემის გაჩენა გარკვეული ხარისხის ფასდება ოჯახი აქვს თუ არა შემოსავალი, არის კიდევ ერთი კრიტერიუმი აკმაყოფილებს თუ არა იმ ბავშვის მოთხოვნილებას, რომელიც ამ ოჯახში ცხოვრობს. ეს ვიძრონა გათვალისწინებული, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ალბათობით იქნებოდა ეს თანხმში დასახული და არა მარტო მონეტარულ ვარიანტებში, არამედ სხვა სერვისებში, რომელიც შეიძლება იყოს გამოყოფილი. თავად გაეროს ბავშვთა ფონდმა შესთავაზა პრობლემის გადაჭრის გზა სახელმწიფოს. 3 სცენარი იყო, თორცდები, რაღაც რაოდენობით თანხის გაზრდა, ან ქულის ზღვრული ქულის შეცვლა და დათვლილი იყო სტატისტიკურად რამდენი წელიწადში შემცირდებოდა სიღატიკაში მყოფი ბავშვების რაოდენობა. სამწუხაროდ არ მოხდა ის გათვალისწინება აქამდე და დადგეს ტრაგიკული ფაქტი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს კითხვა, რომ სოციალური მოსახლეობის სააგენტოს უფროსი თვლის, რომ რადგან ბავშვებს არ ჰქონდათ საკუთრებრივი არ ჰქონდათ დაბადების მოწყობა, დედას არ ჰქონდა პირადობის მოწყობა, შეიძლება რომ დადგეს მშობლების პასუხისმგებლობის საკითხი და ბავშვები გადაიყვანან მინდობით აღზრდაში. თქვენ რას ვფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით? ჯერ ცალსახად ვთქვათ, რომ სანამ არ იქნება დასკვნა დადებული, ალბათ ვერავინ ვერ იტყვის სამეულო გადაწყვეტილებას. ალბათობა არსებობს ყოველთვის. ნებისმიერ მშობელთან მიმართებაში შეიძლება ვთქვათ, რომ არსებობს თეორიული შანსი, ხო? ეს ერთი საკითხი. აი, პროცესი მოკრება დამთავრდება, ნახავთ ახლა როგორი შედეგი იქნება. მეორე თემა არის ერთი საკითხი, რომელსაც ბავშვთა უფლებების კონვენცია და საქართველოში მისი იმპლემენტაცია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამართლებრივ სივრცეში ბავშვთა უფლებების კონვენციის ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. და მოგეთქვით ერთ მარტივ მაგალითს, თუ დაინტერესებდა ოჯახების კონვენციაში, არა თვითონ კონვენციის მუხლებში, არამედ სხვა სახელმწიფოების მიმართ გაკეთებულ რეკომენდაციებში, იმიტომ რომ ბავშვთა უფლებების კომიტეტი გაეროში ყოველ სახელმწიფოს მიმართ უკვე რეკომენდაციებს გასცემს კონვენციიდან გამომდინარე. სხვა რომელსაც ისეთი მნიშვნელოვანია როგორც კონვენცია, იმიტომ რომ მისი განმარტების მექანიზმი. იმ რეკომენდაციაში ნახავთ, რომ რამდენიმე ქვეყანას მიუთითა კომიტეტმა, რომ მიუხედავად იმისა, ბავშვს ექნება თუ არა დაბადების მოწყობა, ან სხვა დოკუმენტაცია, არ შეიძლება ეს დაყოვნების პერიოდი, რაც დამზადებას სჭირდება, მას შეუფერხდეს სიცოცხლისთვის აუცილებელი სერვისები. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. ცოტა უფრო გლობალურად უნდა ვიფიქროთ, ეს ერთი. ხო, მეორე, ამ კონვენციაში არის ნათქვამი, რომ დაუშვათ უჭერს ოჯახს, ხო, რომ ბავშვს მოუაროს. ვინ არის პასუხისმგებელი, რომ ერთი დააფიქსიროს ეს გაჭირვება, ანუ აკონტროლოს ვუვლით თუ არა ჩვენ მშობლები ბავშვებს ადეკვატურად, მეორე ვინ არის უფლებამოსილი, რომ გადაიყვანოს ბავშვი ოჯახიდან სახელმწიფოს დონეში. ორივე შემთხვევაში არის სწორედ ის სახელმწიფო წყება, რომელიც ახლა მოსაზრებას გამოთქვას ამ თემაზე. არსებობს მოსაზრება, რომ გოგიტა აბაშიძე დაიბადა თანდაყოლილი დაავადებით. იმის გამო, რომ მის დედას ორსულობის პერიოდში არ იცავდა ადეკვატური ყურადღება. დასაკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველ ხალხებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გაიარონ კონსულტაციები, ჰქონდეთ შესაბამისი ყურება, მიიღონ დახმარება და ასე შემდეგ. ერთი არის ფინანსური შესაძლებლობის მიცემა და მეორე არის არსებულ სერვისებს შორის კომუნიკაცია. ანუ ნებისმიერმა საქართველოს მოქალაქემა მოქალაქის სამკომერკირმა სხვა უცხოეთის მოქალაქემა საქართველოში უნდა იცოდეს რა უფლებები და რა სერვისები არსებობს. ანალოგიურად იგივე ამ ოჯახს, იგივე ამ სოფლის სხვა ოჯახებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ არსებობს ორსულისათვის კონსულტაციები, არსებობს სახელმწიფო პროგრამები.
ანუ რაც გვაქვს ის არ არის საყვარლის, მაგრამ სამწუხაროდ მისი გამოყენებას არ ხდება ადეკვატურად. ეს არის სერიოზული პრობლემა. ხარო დაუბრუნდეთ თვითონ მნიშვნელობას, როგორც თან აღნიშნეთ, გარესმოქმედი აღნიშნავს, რომ ახალშობილთა მოკვლევა ხშირად არის დაკავშირებული დედათმობასთან, ამიტომ ეს სამსახური მოსაგვარებელია. მეორე, რა თქმა უნდა, აღნიშნავს იმას, რომ უნდა არსებობდეს ჯაჭვის სერვისებისა, რომელიც დაგვაყოფილებს ყველა საჭიროებას, რაც წარმოეშვება ბავშვთა, რა თქმა უნდა, მის უშუალო მშობელს. ან კითხვისთვის რომ შევაჯამოთ, გადამწყვეტი მნიშვნელობისა ის, რომ ბავშვებზე ზრუნვა დაიწყოს ჯერ კიდევ უცხოყოფის პერიოდიდან, ამის ის მართლაც საჭირო არის სერიოზული ხარდაჭერა, არსებობს რაღაცა სერვისი. და იცით ამ სერვისს ორი მაგ მნიშვნელობა აქვს. ერთი რომ რა თქმა უნდა გაუწევს რაღაც მომსახურებას, მაგრამ შეიძლება თავად არ უწევდეს მომსახურებას, მაგრამ გადაამისამართოს და უთხრას, რომ აი მე ვერა, მაგრამ სხვა მომსახურება არსებობს და ის დაგეხმარებთ. აი ეს არის კოორდინაცია და არსებული რესურსის ეფექტური გამოყენება.